როგორ გავიგოთ კვერცხი ახალია არის თუ არა? გამარჯობა, მე ირაკლი არაბული ვარ, სურსათის უნებლობის სპეციალისტი. კვერცხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგან კვერცხი შეიცავს ძალიან ბევრ სასარგებლო ელემენტებს და ასევე არის ცილის ძალიან დიდი წყარო. მაგრამ როგორ შევარჩიოთ კვერცხი ისე, რომ არ იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო და საშიში? ალბათ ყველა ხვდებით ბაზარზე კვერცხს, ეს იქნება მაგალითისთვის ქარხნულად დამზადებული თუ ეგრეთ წოდებული სოფლის კვერცხი. ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს გვატყუებენ და გვასაღებენ ისეთ კვერცხებს, რომლებსაც საერთოდ შეხებაში არ არის სოფელთან, რადგან მუქი ფერის კვერცხი ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ეს კვერცხი არის სოფელში დამზადებული, რადგან არსებობენ ქათმისჯიშები, რომლებიც სპეციალურად ესეთ კვერცხებს დებენ. ამიტომ თუ გსურს რომ შევიძინოთ სოფლის კვერცხი ნამდვილად, უნდა შევიძინოთ ისეთი ადამიანისგან, ვინც ნამდვილად სოფელში ცხოვრობს და მას ვენდობით. სხვა შემთხვევაში შეიძლება დავრჩეთ მოტყუებულები. და არსებობს კიდევ ერთი საფრთხე იმის, რომ რადგან სოფლის კვერცხი არის, მას ვადა არ აქვს და ვერ ვხედავთ, როდის არის დამზადებული, ამიტომ სახლის პირობებში შეგვიძლია მარტივი ხრიკით დავადგინოთ სოფლის კვერცხი ვადიანია თუ დიდი ხნის დამზადებულია, წყლით სავსე ჭიქაში მოვათავსოთ, თუ კვერცხი ძირზე მოთავსდა ეს კვერცხი არის ახალი, თუ ამოტივტივდა ეს კვერცხი არის ძველი და ესეთი კვერცხი აღარ მივითვათ. რაც შეეხება ქარხნულ კვერცხს, დამზადებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში შეიცავს კვერცხი ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებებს, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ პირველი 7 დღის განმავლობაში მივირთმევთ ამ კვერცხს, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით კვერცხს შენახვის ვადა ოთახის ტემპერატურაზე აქვს 20 დღე, ხოლო სამაცივრო განყოფილებაში 30 დღე. მეტი ასეთი ვიდეოსთვის დაარეპოსტეთ და დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ხოლო სურსათის უნებლობის შესახებ კონსულტაციისთვის დაგვირეკეთ ან მოგწერეთ პირად შეტყობინებებში.